და აი ესეც ცნობილი მაჩას ნაყინი. მისი ფასი $1.26. ვიზუალურად ძალიან ლამაზი ფერისაა და ამავდროულად ძალიან მალე დნება. გემოს რაც შეეხება, ძალიან უცნაური გემო აქვს. ვერ ვიგებ მომწონს თუ არა. არ ველოდი ასეც. მწვანე ჩაის გემო აქვს, ტკბილიც არ არის. როგორც ზოგადად ნაყინებს ჩვევიათ ხოლმე. აი უშაქ რომ მწვანე ჩაი რომ გაყინოთ, დაახლოებით ისეთი გემო აქვს. საბოლოოდ ვერ გეტყვით, მომეწონა თუ არა. მეც ვერ გავიგე. ქუჩაში ძალიან ბევრი ადგილობრივი მოდის ფოტოს გადასაღებად. განსაკუთრებით ელესთან. ფოტოს გადაღების მსურველი ბავშვების ძალიან დიდი რიგი დადგა. ჯერ შორიდან იყურებოდნენ, შემდეგ მშობლებს თხოვეს რომ მოსულიყვნენ და ფოტო გადაეღოთ. ძალიან უხაროდათ. როგორი სიტუაციაა იცით? 90-იანებში ფერატკანიანს ან ჩინელს რომ დავინახავდით ხოლმე და გვიკვირდა. აქ მასე უკვირთ ჩვენი დანახვა ახლა. აი ის პანდა ფოტოებში მქონდა ეს ადგილი ნანახი და ერთ-ერთი მიზეზი ჩემი ამ ქუჩაზე სტუმრობისაც სწორედ ამ გიგანტური 3D პანდის ნახვა იყო. ძალიან საყვარელია. ამ ქუჩაზე ასევე სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები იმართება. არის სხვადასხვა სტილის გამოფენები, ჩვენებები. მოკლედ ძალიან საინტერესო, ფერადი და ხალხმრავალია. მოსაღამოებულზე კიდევ უფრო ბრჭყვიალა და ლამაზია აქაურობა. როგორც კაც შეხედავთ, უამრავი ცნობილი ბრენდული მაღაზიაა წარმოდგენილი როგორც ასაცმელების, ისე კოსმეტიკის და ასე შემდეგ. მოკლედ, თუ შოპინგი მოგინდებათ, სასურველ ნივთს და მაღაზიას დარწმუნებული ვარ მიაგნებთ. უკვე თვალები ამიჭრელდა და დროა სახლისკენ წავიდე და დავისვენო, რადგან ხვალ ჩინეთის კედელს უნდა ვესტუმრო. შემდეგი ვიდეოც სწორედ იქიდან იქნება. ასე რომ თუ გაინტერესებთ, გამომიწერეთ და დაელოდე შემდეგ ვლოგს. აბა დროებით.